მოვიდა ყავის დრო. ყავასო. რა კაია, დასვენება. დავიღალი რამდენივე არის. ისე ამდენი რატო იყო? იმიტომ რომ ხო იცი როგორ ვიცი ხოლმე ყველა მაღაზიაში შევედი ჯერ. ნახე სად რა არის, როგორი ფასებია. მოვიარე. რაღაცები დავიმახსოვრე, სადაც რამე მომეწონა. და მე დავბრუნდი ისევ იქ. და უკვე ვიყიდე. მეორე წელზე რომ წავედი, უკვე მე ვიყიდე ყველაფერი. ანუ ყველაფერი არ მიყიდია დღეს. ნედელში კიდევ ვაპირებ თვითონ გასვლას, მაგრამ მე აღარ მინდა დღეს ასე წასვლა. ხვალ დილით კიდე გავალ, მის შემია. წერანი შეგემრიალად მივირთვი სპაგეტი. და ეხა ყავა დავაყოლე. და დესერტად კიდე მივაყოლე. აი ესეთი ნიგოზი და თაფლი. ანუ ნიგზებში ჩავასხი თაფლი და როგორც გოზინაყე მოკლედ მასე შევჭამე ძალიან მიყვარს ეგრე. ზოგადად გოზინაყი ძალიან მიყვარს, მაგრამ მაგის გაკეთება ხო იცით ერთი ამბავია. და ესე სწრაფად ხან მაქვს ხოლმე კაკალი, ნიგოზი. ჩავასხავ ხოლმე ცოტა თაფლს, ავრევ და მე გემრიელად მივირთმევ ხოლმე. ყველანაირ ტკბილეულს მიჩვენია. ეხლა მივალაგებ, მე დავჭდები, გავაკეთებ vlogs და მინდა რომ დღეს მოვასწრო დადება. მინდა ფრინდაო? ჩახჩახებულია ჩემი მოვიდი. სუდად მონათე. ზოხინდა? არა. არა. აბა ჩაკ. ხო, ასე ჯობია. ეკანთ თუ დეს. მეორე რეისი დღეს. ეხლა უკვე ლაშასთან ერთად, იმიტომ რომ ლაშას გარეშე რაღაცა არაფერი არ არის უფასო. სიძვილი არის, ხო? ხო და ეხლა უფასო იქნება ყველაფერი. გამოიღე ბარათი. კი. და ეხლა მივდივართ რაღაცეები კიდე ვიყიდოთ. გვინდა. წასვლის წინ მოვასწროთ დღეს და ხვალ. ზეგ წავალთ ალბათ. საცობები, წინა საახალწლო დაიწყება ახლა მთელ ქალაქში. მარკეტილი გაუნათებიათ ამაზე გირლიანდებით. რები ახლა ერთზე ვიცანი რაც ღია შუაში და რა ჩენდა. მამა კიდე ეგ ვერ გავიგე და ეხა შე რა თქვი უცებ მივხვდი. კუდი არის ერთზე. ხო, საჩუქარი და ვარსკვლავი. ვარსკვლავი. მარკეტილში ცხოვრება დუხს. ხალხი მოძრაობს. აი, თბილისის ცხოვრება არ შეიძლება. აბა სად შეიძლება ცხოვრება ლაშა? ხო, ისე მეც ვიცხოვრობდი ქალაქ გარეთ. ოღონდ ახლოს, მაინც. ქალაქთან ახლოს. უბრალოდ ეხა სკოლა რო არის ბავშვების არ გამოდის. თორე დიდი სიამოვნებით გადავცხოვრდებოდი სადმე შედარებით უდაბურ ადგილზე. რა ცუდია YouTube-ზე რო არ არის ფილტრები. შვენიერი ფილტრით გადავიდე წეგან TikTok-ისთვის სახალისო ვიდეო.
YouTube-ის მასკი. შეგიძლიათ ნახოთ ჩემს TikTok-ზე გადახვიდეთ და ნახოთ ავლამაზია. მოკლედ რაღაცებს ნელა ვყიდულობთ, მივიწევთ წინ. თადას წერანლაშამ თავის ის ნახა პაძელში. თუ როგორ არის? შენი ჩემი თავი ვიცანი რა. თავი იცი, მოკლედ ერთ კაცი. გამოვიდა ცოლთან ერთად და კონკრეტულად რასეძებ გეხოცები გამაგებია. ძალიან აგრესიონარები. ენა ხოდა გადმოგდება. მით ელაპარაკებოდა. ჩამოდია ისეთ დღეში რა. ეკი ის მე მარტო არა ვარ ესე იგი სხვები კლასიკა, მოკლედ აი დადიან ახლა აქ წვილები და ყველა ჩვენ დღეშია, ყველა ერთნაირ დღეშია. ქალები ვეძებთ რაღაცას, არც ვიცით რას, კაცები ბრაზდებიან. სამსახურში დავდივარ მაგას ავნაზულობ რაცა გამოსვლა. ერთი პაჭკა სიგარეტი ვეციო. ხოდა მოკლედ ვეძებ რაღაცას, არც ვიცი რას, მე რაღაცას ვეძებ. მინდა რომ რაღაცები ვიყიდო. საჩუქრები ყველასთვის კარგი და ფაქტოში შევიდეთ სპარაგზაკლეში წავიდეთ de facto ზოლიანები ძალიან მოდაშია როგორც ჩანს ბევრი შემხვდა. ეს ძალიან საყვარელია, მაგრამ თან სვიტრია, თან მოკლე მკლავიანია და ცოტა ვერ ვიგებ. ეს რა კაია. ღუნგულა და თბილია. ჩანთები. არაფერი შეილია. აუი აბა. გორი ღუნგულა ჩანთებია. დღეს ესე იგი მთელი დღე ვარ ის პოინტში ესეთ შეგრძნება, მაგ დილით ვიყავი, მე ვიარე, დავიღალე, მე წავედი სახლში ცოტა ხანი და მე ისე ლაშასთან ერთად გამოვედი და ესე დილოსთან შედარებით, რა თქმა უნდა, ხალხი მოგროვდა. მაგრამ იმდენიც არ არის, რამდენიც ახალ წელს იქნება, ალბათ 30-ში და 31-ში. მე აღარ ვიქნებ. შევიდეთ კიაბიში. აქ რაღაც იქ 60 ლარები ღირდა ესეთი რაღაცები დეფექტოში. აქ რაღაც. და აქ ესეთი საახალწლო სვიტრები. არა წერია ფასი. პრინჩიერი და ზემოთ შენ თავი იქ. იმე. ფასები რატო არ წერია? სად? ესენი? ეგრე ღირს? დოლარებში აწერია, რა გებია ხო? ნაძვის ხე მე ნამდვილად. აი მე ბოდიში. ამ სიცივეში ნაყინი უნდა იყიდოს. და მეც უნდა მიყიდოს. სივი ნაყინია, სივი ლუდი ვიწერა, ისეო ზამთარში. ოღონდ ერთად არა, ხო? მოკლედ ესე გულიაობს ხალხი. მე პატარა მინდა. მე პატარა ვანილი ვამს. სამი და 4. კი ბატონო.
ჩადებას აზრი არა, ვერ ვასწრებ ჩადებას. ბარათის ჩადებას ვერ ასწრებ? ადრე როგორი საქართველოში ხომალს ვერ აგებდნენ ქარქაში, სუომებში. ეხლა კიდე პირიქით ბარათი. ნაყინი დეკემბერში. სულ სხვა გემო აქვს. ალბათ. აბა. ზვარდები. მაიცა ესე უნდა გაგვეკეთებინა ესე. შენ სადაც მოვაჭრე. არა. გემო თვითონ ატილი. აიგო? ამას უნდა ჩავ. ნაძვის ხის ფონზე. მე ხარ ნატალი რო ნახავს ამ ბლოგს. ჩემოთ ნაყინის როგორ ჭამეთო გვეტყვის. ხალი სანამ შენ გაჩნდებოდი მაშინ გადავიოშ. Знаешь, я не был в церкви с тех пор, как... Знаю. Я тоже.